ბოლო პერიოდი საერთოდ დავანებე თავი მატერიალურ ცხოვრებას და გადავერთე მთლიანად ანუ სულიერი სამყაროს ძიებაში და მინდა რომ მე იმ დონეზე მივიდე რომ ადამიანები ზოგადად გადავიყვანო ამ სტილზე, იმიტომ იმდენად არიან პრაქტიკულ ცხოვრებაში ჩართულები, რომ თავიანთი თავისთვის დრო არ რჩება. აი თქვენ როგორ შეხედავთ აი ამ სიტუაციას, თქვენ რა სიტყოდით, რომ ანუ ადამიანს აი როგორ უნდა დააბალანსოს ეხლანდელ ცხოვრებაში თუ არის საძლებელი, რომ ანუ როგორ იცით, სულიერი სამყაროსკენ როგორც კი იხედებიან თავიანთი თავისკენ მერე თქვათ იქ რაღაცა ყოველდღიური რაღაცა რუტინა, საქმე, 1000 რეკლამები, ტელევიზია, ტელეფონები და ასე შემდეგ, ის გონებას უფანტავს. აი ამასთან დაკავშირებით თუ მეტყოდით ერთ-ორ სიტყვას თქვენ მოსაზრებას. კი, ნიკოლოზ, ეხლა როგორც ასტროლოგი, მეც ვერ ვფიქრობ მაგ თემაზე. ანუ თავარი რა არის ეხლა კაცობრიობა გადის გარდატეხის პერიოდს. ამიტომ არ მიკვირს ნიკოლოზ, რომ შენარი ადამიანი აი ესეთ ღრმად დაინტერესდა სულიერებით, იმიტომ რომ თავარი თემა არა მარტო წელს, მომდევნო წლებში გახდება სულიერების თემა. ანუ მატერიალურად მიდგომამ ამოწურა თავისი თავი. და შენ რამდენი წელია გიცნობ, შენ ყველაზე მთავარი თვისება რა არის? თითქოს ღმერთის ხმას მიყვები შენ. ანუ კარგად გესმის ეს იმპულსები რა. ამიტომ მე ვიცი სოფლიო გაქვს მოვლილი. ხანსად იყავი ხანსად. ეხლა რახან მანდ მიხვედი. ეს კიდე ერთი მარკერია ჩემთვის, რომ კაცობრიობა გადის რაღაც გარდატეხის პერიოდს. კი, ძალიან კაი ფუნქცია გაქვს. ეს ცოდნა მიაწოდო ხალხს, მაგრამ ეს ცოდნა უნდა მიეწოდოს დოზირებულად. ბევრმა შეიძლება ვერ გაიგოს, ბევრი შეიძლება აგიმხედრდეს, ისე რომ ისეთ საქმე შეეჭიდეს შენ, რომ აქ არა მარტო ჩვეულებრივი ადამიანები, არამედ შეიძლება კონკრეტული პოლიტიკოსებიც კი დაგიპირისპირდნენ. მაგრამ თემა ისეთია, რომ ამ თემას ვერ გაექცევი, გაიგე? თან შენ არის ადამიანი ვიცი ახლა. ამიტომ კარგია ნიკოლოზ, ძალიან კარგია. უბრალოდ განსაზღვრე რა დოზით შეგიძლია მიაწოდო ეს ინფორმაცია, მანდაც ახლა ბრწყინვალე ინტუიცია გაქვს, ეს ინტუიცია გიკარნახებს ზუსტად. როგორც თავიდან გაცნობისთანავე გითხარით, რომ ბავშვობიდან მაქვს ის ამბიცია, რომ სამყარო უნდა შევცვალო და ძალიან ბევრ რაღაცას ვეძიებოდი, როგორა და ასე შემდეგ და არანაირი ტექნიკური საკითხი, არანაირი, მე ძალიან სხვადასხვა სფეროებში ვიყავი, იმის გარდა რომ ზოგადად ჩორი დამჩანვა როგორც მოგზაური, მაგრამ ამ დროს კიდე იქ რაღაცა სხვა ისეთ საქმეებს ვაკეთებ და ისეთ ადამიანებთან და ისეთ დონეზე მქონია მოლაპარაკებები ძალიან დიდ წრეებთან, ვინც მართლა მსოფლიოს ბედს წვიტავენ და მივხვდი, რომ ესეთ რაღაცას, რომ თუ თვითოულ ადამიანმა თავის თავში არ ეძება ბედნიერება, თავის თავში არ ეძება ის რასაც აი სულიერი სამყარო ქვია, ამას რელიგიურ თვალსაზრისით ზოგადად ანუ ადამიანი თავის თავში რო ეძიება, ხო, ვინ რას მიაგნებს, ანუ ყველა ადამიანში ჩემი აზრით რაღაც არის, რაღაც შინაგანი მომენტი, რომელიც უნდა გააღვივონ და თავიანთი ხედვით იცხოვრონ და არა ისე როგორც თქვათ მაგალითად რაღაც კომპანიები ურეკლამირებენ რაღაცა აი ეს რაღაცა წარწერიანი იმ და ამ ფირმის თუ არ გაცვია, მაგალითად არ ხარ ბედნიერი. და ადამიანები ძალიან ბევრ კატეგორიაში შემხედრია მაგალითად, რომ როგორც იცით, სადღაცას რო იყვნენ, სადღაც თქვა თავიანთ სოფელში, ხო? იზახდნენ რომ აიქ სადღაც კარგია და აიქ უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ბედნიერება აქ არ შეიძლება მოიპოვო, მერე გადავიდნენ თქვა იმ ქვეყანაში, რომ მე ისევ შევხვდი რამოდენიმე წლის შემდეგ და აბა რა, როგორ ეხლა ხო შენ საოცნებო ადგილას ხარ და კიდე რო არ არიან ბედნიერი, იმიტომ რომ იცი რა, აი ის თუ მაინც და მაინც ის იახტები და ის რამოდენიმე მილიონიანი სახლი თუ არ გაქვს, რაც დარეკლამირებული აქვს, ხვდებით? ანუ ეს ყველაფერი, ანუ ინფორმაციული სამყარო იმ დონეზე აწვდის ხალხს სულ სხვა რაღაცეებს, რომ ადამიანის შინაგან სამყაროში არ ეძებს რა არის თავისი ფასეულობა. და მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვა სტილის ფასეულობა, ვისთვის რა არის ბედნიერება. ზოგისთვის წარმატება, რაღაცა კოსტუმი რო ეცვას და სადღაც ტაში დაუკრან და დაბეჭდილი რაღაცა დიპლომი მიაწოდონ, ზოგისთვის ვთქვათ რაღაცა პოპულარობა, ზოგისთვის უბრალოდ რაღაცა ტკბილი ოჯახი რო ქონდეს და ანუ ყველასთვის სხვადასხვა მომენტი არის რა წარმატება ჩემი აზრით და აი ამაზეც რო მითხრათ თქვენი მოსაზრება შეიძლება. ნიკოლოზ, გეტყვი, მე ახლა 62 წლისა ვარ და შეიძლება ითქვას, რომ ფორმულას ეხლა მივაგენი რა მაგას. ყველაზე დიდი ბედნიერება რა არის, ცი?
როცა გესმის ღმერთს რა უნდა შენგან. მორჩა. როცა აკეთებ იმ საქმეს, რასაც ურისთვისაც დაიბადე. რასაც უნდა აკეთებდე რა. დანარჩენი ყველაფერი ეწებება ამას. გამიგე? ამიტომ აი ახლა კვანტური გადასვლის პერიოდს გავდივართ, არა მარტო მე მთელი ეზოთერიკოსები წერენ ამას. მთავარი თემა იქნება ეს. ანუ ადამიანი ყველანი ვართ ინსტრუმენტები ღმერთის ხელში. შეიძლება ეთქვას, რომ ღმერთი ყველაში ცხოვრობს. ჩვენ აგვირჩია ინსტრუმენტებად, რომ დედამიწაზე რაღაცა შევცვალოთ. ამიტომ ეხლა კვანტური გადასვლის შემდეგ გადარჩება ის ადამიანები, ვინც ზუსტად ამას მიაგნებს. რა ფუნქცია უნდა აკეთოს დედამიწაზე. მე ხა ჩემი საქმიანობით, ასტროლოგი ვარ. თავარი თემა არის ეგ, რომ ადამიანს თვითონ ეჭი ეპარება, გავაგებინო რისთვის იმყოფება. ამიტომ ეს თემა თანდათან კი არა უკვე აქტუალურია. ბევრი მაგალითად ვიცი, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხდა, იმიტომ რომ ძალიან აწუხებს ეგ თემა. და ბოლო-ბოლო რახან ვერ მიაგნო, გაგიჟდა. ნუ ესეთი გამონაკლისებიც არსებობენ. ამიტომ თავარი თემა ეგ არის და რატო? ეხლა დააკვირდებოდი ნიკოლო, შენ ეხლა მათ შტატებში ხარ და მე საერთოდ დაახლოებით ვიცი სად რა ხდება. რომ მატერიალური განათლების დონე თანდათან იწევს დაბლა. და რისთვის? იმიტომ რომ ახალი თაობა მზადდება. და მზადდება თაობა, რომელსაც ესე იგი მატერიალური ცოდნა მაინც და მაინც ისეთი მაღალი არ ექნება, როგორც მაგალითად ჩემ თაობას აქვს. იმიტომ მზადდება, რომ წმენის დონეზე უნდა მიიღოს რაღაცა. ანუ უფრო უნდა დაუჯეროს საოცრებებს, ვიდრე დაუჯერებ მე. რაც მოგველის და რასაც ვნახავთ დედამიწაზე. ხო და ამიტომ ეხლა მე თუ მკითხავ, ყველას აქვს ინდივიდუალური ბედნიერება, კი ბატონო, გეტყვი ეხლა ზოგისთვის დაუშვათ ფულია, ზოგისთვის არის, მაგრამ ფულიც არ არის ბედნიერება საქმეზე რომ მიდგეს. საბოლოო ჯამში ყველა მივა მაგ დასკვნამდე, რომ ბედნიერება არის ღმერთის გაგება. თუ რატო დაიბადა აი ამ მისი სულმა, რატო შეიმოსა ეს სხეული და რატო დაიბადა ამ დროს, ესე იგი, რაღაცისთვის ღმერთს სჭირდება. სხვათა შორის ტიბეტში თვლიან, რომ მაგათ ფილოსოფიის საფუძველი ეგ არის. ადამიანი არის ინსტრუმენტი ღმერთის ხელში. ტიბეტელები ცდილობენ ეს გაანალიზონ. მაგალითად მე ჩაქუჩი რო არ მქონდეს, ლურსმას მე ვერ მივაჭედებ კედელზე. ამიტომ ღმერთს სჭირდება ინსტრუმენტი, რომ დედამიწაზე რაღაცა შეცვალოს. ეხლა დადგა აქტუალური თემა ეს, იმიტომ რომ დედამიწას დაღუპავენ, იმ დონემდე მივიდა რა. ომები, რა ვიცი, კატაკლიზმები, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც გარდატეხა უნდა მოხდეს და უკვე ხდება გარდატეხა და დაიწყო. პლუტონი გადავიდა მერწყულში. 20 წელი გაგრძელდება ეს გარდატეხა. 20 წელი იქნება პლუტონი. 20 წლის შემდეგ, როცა პლუტონი გადავა თევზებში, უკვე არის რელიგიური რეფორმა, აი როგორც ითქვა მეორედ მოსვლა რა. უკვე ადამიანების უმრავლესობას აღარ შეეპარება ეჭვი ღმერთის არსებობაში და დაიწყება ბედნიერების ხანა და რატო? თქვენ წარმოიდგინეთ ნიკოლოზ ესეთი პერიოდი. აი დილით გაიღვიძა ყველამ და 100%-ით არიან დარწმუნებული, რომ ღმერთი არსებობს, მიღმერთი 64 არსებობს 100%-ით. როგორ შეიძლება დედამიწაზე სიტუაცია? ერთი კაი რომანის თემაა რა, ფანტასტიკური ეგა. როგორ შეიძლება დედამიწაზე ადამიანის ფილოსოფია? ყველაფერი ას კარგავს. სიმდიდრე, დაუშვათ სახლები, მანქანა. თავარი თემა იქნება, რომ ღმერთს ვასია სულიერება ავიმაღლო. როდესაც ადამიანი უკვე რაღაცთვის არის მზად და იმ რაღაცის გასაგებად მიდის, შესაბამისად ყურადღებით ისმის. მაგალითად, თქვენთან როდესაც ადამიანი მოდის როგორც ასტროლოგის დახმარება რო ჭირდება, შესაბამისად ყურადღებით ისმის, რახან თვითონ მოვიდა, თვითონ გადმოდგა ნაბიჯი, უფრო ნაკლები კრიტიკულად ეწყობა. იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად მე რო სულ მოგზაურობ სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ერში და ასე შემდეგ და თან რო ეხლა პატარა ბიჭი ვარ, სხვადასხვანაირად ანუ ისე არ მიყურებენ რაღაც რო, ანუ ჩემს სიტყვას წონა არა აქვს რა თითქოს აი ესეთი რაღაც მომენტი და ადრე მაგალითად ერთი 10 წლის წინ 12 წლის წინ ძალიან დიდი წინააღმდეგობები რომ მოდიოდა ხოლმე რომ მაგალითად აუ რა ასტროლოგია და რა ის და თქვათ შენ სრულიად სხვა მხარესა ხარ და უბრალოდ რომ ეკითხებოდი ხოლმე ზოდიაქოს ნიშნებით ვიცნობ ხოლმე ადამიანებს ესე ვეცნობი ხოლმე რა და აი ეს მომენტები რამდენად გქონიათ თქვენ მე სულ მაქვს აი არ არსებობს რომ ანუ რა ასტროლოგია არის ასტროლოგია ანუ იმეს რომ რაღაცას თქვა თავის ზოდიაქოს ნიშანზე რაღაცას ან ვეტყვი ან რაღაც მთელი რაღაცა კომბინაციებით აი ეგრე არ არის ან რაღაცა ესეთი წინააღმდეგობები თქვენთან როგორ ფიქრობთ უფრო მომზადებულები მოდიან და ეს მომენტები ნაკლები გაქვთ თუ თქვენს ქონიათ ხოლმე ესეთი წინააღმდეგობები
ანუ წინამორბედობა ძირითადად რაშია ჩემთან იცი? რომ მოდიან, ესე იგი, მოდიან როგორც კითხავთან, წარმოიდგინე. ესე იგი, კითხავთან რომ ვაიმე ცუდი რამე არ მითხრა, თუ ცუდია ჯობი არ მითხრა, გამიგე? სინამდვილეში რა არის, იცი, ჰოროსკოპი არის ინსტრუმენტი. ეს უნდა გამოიყენოს ადამიანმა, ანუ ჰოროსკოპში ჩანს ბედის განვითარების ყველა შესაძლო სცენარი, ცუდი, საშუალო და კარგი. ჩემი ამოცანაა, რომ მოხდეს კარგ სცენარში. ამიტომ ვეუბნები, რომ ეს არ არის მკითხაობა. აი, სხვათა შორის მკითხაობაზე ვიტყვი ერთ იმას. მკითხაობა სრული დიდბოროტება და რატო? მაგალითად, როცა ადამიანი მიდის მკითხავთან, აი, ვანგას დონის და რა ყველაზე დიდი საფრთხე სად არის? რომ მკითხავი მას ეუბნება რა მოხდება. მაგრამ არ ეუბნება იმას, ეს რომ არ მოხდეს, როგორ უნდა მოიქცეს, ის ხედავს ფაქტს. ასტროლოგია ეუბნება რას? მოიქცევი ესე მიიღებ ამას, მოიქცევი ესე მიიღებ ამას. ანუ ასტროლოგია ეუბნება რომ ესე მოიქცი, რომ ცუდი არ მოხდეს. აი ეს განსხვავებაა მკითხაობასა და ასტროლოგიას შორის. ხო, ეხლა ნუ უკვე ადამიანის ესე იგი ნაკითხობის და განათლების დონეზეა დამოკიდებული რა, მაგრამ მე ამ ხალხსაც ვიტან და რატო? მე ვცდილობ მათი აზროვნება შევცვალო. ეს უბედური ადამიანია, რომელიც მიდის და იმის იმედი აქვს, რომ კითხავი კარგს რო ეტყვის, всё, მორჩა უკვე ღმერთმა ქნას კარგი უთხრას. და მე ვცდილობ ამათი აზროვნება შევცვალო, რომ ვაგრძნობინო რა დონეზე მართავენ ისინი სიტუაციას და არა სიტუაცია მართავს მათ, გამიგეთ? როგორ მართონ ეს სიტუაცია? ბევრგან არ გამომდის, იმიტომ ნიკოლოზ, შენ ალბათ არ ვიცი, იცი თუ არა, ნეიროლინგვისტური პროგრამირებითაც დავინტერესდი ერთი პერიოდი, ვცდილობდი აი ეს პროგრამირება, ფსიქოლოგიური ისინი ილეთები გამომეყენებინა, რომ ადამიანს ჩაწვდომოდა რა. ბევრი ვერ წვდება, მაგრამ ზოგჯერ ვცდილობ ზოგიერთან ჭირდება ის. ხო, კი, სკეპსისით მოდიან. ბევრი მაგალითად მე ახლა მეცნიერებიდანა ვარ, ასტროლოგიაში მოსული, ბევრი ჩემი ყოფილი კოლეგა რომ ხვდება და იციან, რომ ახლა ასტროლოგი ვარ, ბიჭო, მეუბნები, მანდ რა გინდა? ანუ საიდან სადაო რა? მაგრამ იმათმა არ იციან, რომ მე ვიცი, რომ ეს მუშაობს. გამიგე? ბევრი აფასებს ესე. აი ახლა შემიძლია გითხრა, რომ სასულიერო პირებს შორისაც არის განსხვავება. ანუ ბევრი თulis რომ რაღაც სოდვის იმაში ვარ და ერთხელ მოვიდა ჩემთან მამაო რუის-უბრნისის ეპარქიიდან და ვიფიქრე ხა და რას მეუბნება მინდა რომ ასტროლოგია მასწავლო წარმოიდგინე ვიფიქრე მეთქი ალბათ რაღაცა აქ რაღაცა ჩანაფიქრია ან რაღაცა კაც ანაფორაცია მოვიდა და მასწავლე ასტროლოგია მაგრამ ეს განათლებული მამაო იყო იცი როგორი მამაო იყო რომელიც აი ძველ ასირიულ ენას სწავლობდა ბიბლია წაეკითხა დაუშვათ ორიგინალში და რაღაც აინტერესებდა ანუ ეს არათვლიდა რომ ასტროლოგია ცუდია არის მეორე უკიდურესობა არიციან ასტროლოგია და უბრალოდ აძაგებენ იმიტომ რომ ამას კითხაობასთან აკავშირებენ მე ერთ რამეს გეტყვი ნიკოლოზ ადრე მე ერთი პროექტი შევთავაზე იმიჯ მეიკერების ფირმა იყო სოლომონი იმაში ვაჟებშაულის 4 ნომერში ნუ მე როგორც ასტროლოგი ვიყავ მიწვეული მე ვთხარი მოდი მეთქი ავიღოთ საპილოტო ვარიანტი ავიღოთ მეთქი ნებისმიერი სკოლა და უფასოდ ამ სკოლაში დავაკომპლექტოთ კლასები იმის მიხედვით რომ ბულინგი არ იყოს როგორ შეეთავსებიან ერთმანეთს ეს ბავშვები და დავაკომპლექტოთ მეთქი მასწავლებლებსა და ამ ბავშვებს შორის ურთიერთობა ასტროლოგიურად უფასოდ ავიღოთ მეთქი აი ეს თემა და ნახეთ მეთქი იმ სკოლაში გაიზრდება როგორც სოდის გადაცემის ხარისხი არ იქნება ბულინგი და არ იქნება რაღაც დანაშაულებები რა ამიტომ მე მეთქი შეგვიძლია ამაზე უკვე მოვითხოვოთ რაღაცა თანხა არა იმათ აინტერესებდა თავიდანვე თანხა არა ბიჭო მაგას ეხლა თუ არ გადაგვიხდნენ ხელი არ მოვკიდოთ ეხლა შეაფასე ნიკოლოზ რამდენად აქტუალური იქნებოდა ეს თემა აი მაშინ რომ მე დამეწყო ეს იყო გეტყვი 99 წელი. კი. ასაგები. ხო არა ესე არის და ფაქტობრივად სკეპტიკური დამოკიდებულება ქონდა თორე. ის წმენა რომელიც მე მაქვს ასტროლოგიის მიმართ იმ ადამიანებს რო ქონოდათ ეს თემა იმუშავებოდა და სკოლებში აღარ მოხდებოდა ეს უბედურებები და რაღაცეები რა. ქვეყნები რომელსაც ეძახიან სუპერ განვითარებულებს მაგალითად აი ნორვეგია
არ არსებობს, რომ იქ ასტროლოგიის მიხედვით რო არის აქნან და ეს სამსახური სიტუაცია რაა, როგორ მეგობრებიც ერთმანეთს, ანუ ესე ეცნობიან ერთმანეთს, რა, ერთ სიტყვით, ანუ ჰოროსკოპით რა ხარ, რა, როგორ, რომელ რიცხვში და ასე შემდეგ. მაგის გარდა ყველაზე ძალიან ახლა ამერიკაში ძალიან ბევრი შტატები განსხვავდება რა და კალიფორნია შტატი, რომელიც არის ყველაზე ანუ უმდიდრესი და ყველაზე ძლიერი, იქაც არ არსებობს კალიფორნიელმა რომ არ შეგეკითხოს გაცნობისას ჰოროსკოპით რა ხარ და ასე შემდეგ რა ერთ სიტყვით და სამსახურებში ხო საერთოდ რა ერთ სიტყვით დეტალებში სიას ითხოვენ რა. ხო და ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ მე მარტო აი ჩვენ მხარეებში ვიცოდი უფრო და რაღაც ან სლავებში ან რაღაც ისეთი მომენტი და სხვა ანუ ევროპის სხვა იმებში არ შემხვედრია გარდა აი ნორვეგიის რა ერთ სიტყვით და აქეთ ხარეს უცბად კალიფორნიაში რომ ანუ იქამდე ჯერ რაღაც პერიოდი ჯერ ნიუ-იორკში ცხოვრობდი, მერე ფლორიდაში, მერე გადავედი კალიფორნიაში და უცბად რაღაც რომ ყველა ჩემს გარშემო ასტროლოგიაზე ლაპარაკობდა, უკვე მე რომ მერიდებოდა ხოლმე რაღაც მეკითხა, თვითონ მასწრებდნენ ხოლმე შეკითხვას რა. ხო და ასე რომ არის ეს ტენდენციები, რომ ძალიან დიდი ორგანიზაციები მაგ სიტუაციით განსაზღვრავენ უკვე ბევრ რაღაცას რა. ბედნიერების რაღაც დაჯილდოების ცერემონიალი იყო რა, რაღაც ანუ ეს ბიზნეს ქალების და მან მიმიწვიეს ნუ ერთ-ერთი ლექცია უნდა ჩამეტარებინა რა და ანუ სხვადასხვა ლექტორები იყო, სხვადასხვა ჟანრში იყო რაღაცა კოსმეტოლოგი, დიეტოლოგი, რაღაც თქვა იქ ფიტნეს ტრენერი ასე შემდეგ და მე ვიყავი მისული როგორც ანუ მიწვეული როგორც ასტროლოგი. ხო და მე ბოლო პერიოდში ვეუბნებოდი რომ მეთქი მე ანუ ასტროლოგია არ დამიზახოთ რა მეთქი ანუ ეს რახან ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ესე მიცნობს რა მეც მაგრამ ვეუბნები რომ მეთქი მე ანუ ასტროფსიქოლოგი უფრო დამიზახე ჯობია მეთქი იმიტომ რომ ანუ ასტროლოგია ანუ ცალკე თქვათ რაღაც არის მაგრამ ფსიქოლოგიურად თუ ამ ადამიანს მე განსაკუთრებულად თუ ენერგიას არ უზნობ თუ არ უყურებ თვალებში და თუ რაღაც ანუ აი ამ სიტუაციით არ ვიცი ეს ინტუიცია მეხმარება თუ რა როგორ შემიძლია ადამიანზე რა ვიცი ისეთი რაღაცები ვილაპარაკო მე თვითონ გაკვირებული იყო საიდან მოდის მეთქი ეს ინფორმაცია რა. ხო და მომიწია იქ ესეთი რაღაც მომენტი, რომ ფაქტიურად ვისაც კი მოусმინე ამ რაღაცა ლექციის იმებს, მე ჩემი მომენტის ბოლოში გადავატანინე, იმიტომ რომ შუაში რო ყოფილიყავი, სადაც მე-9 ვიყავი მე რა და გადავატანინე სულ ბოლოში, მე ანუ ბოლო ლექტორი რო ყოფილიყავ, ანუ ბოლოს ვინც საუბრობს რა, რომ რის გამო. იმიტომ რომ აი ამ ყველაფრისთვის ფაქტიურად მე ხაზი უნდა გადამესვა და რა სტილშია ეს მინდა ეხლა აი შეკითხვასავით მინდა თან დაგისვათ და თან მინდა ეს მომენტი გითხრათ. მაგალითად ხო ასტროლოგიურად ჩვენ ვიცით რომ მაგალითად ვერძი შეიძლება მივიდეს ერთი დღე თქვათ სავარჯიშოთ დაიწყვიტოს თქვათ კუნთები და ზო რა იმისთვის ჩაოლებრივი მომენტი იყოს რა ქალწული კიდე რაღაცა რეჟიმი საათი აი ამდენი ეს უნდა გააკეთოს ამდენ წუთში მე ეს უნდა გააკეთოს ან ასე შემდეგ ქალწული როდესაც ხდება ტრენერი თვითონ ასწავლის როგორც ანუ ვერძი იქნება თუ ლომი იქნება ანუ იგივენაერად ეუბნება იგივენაერ მიმართულებას აძლევს ან თვითონ რაც აღმოაჩინა თავის თავს შეიძლება თვითონ გამოადგეს კიდე თქვა სხვა მიწის სტიქიებს ან რაღაც მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც შეიძლება საერთოდ არ გამოადგეს ნუ ეს ჩემი მოსაზრება არის აი თქვენი აზრიც მაინტერესებს იმიტომ რომ მაგალითად თუნდაც ეხლა შეიძლება თხისქამ შეიძლება მარტო კან დაიფაროს კაპიშონი და წვიმაში ირბინოს ხო ივარჯიშოს მთელი 1-2 საათი მაგრამ სასწორს ეგეთი რაღაც არ შეუძლია თუ რაღაც ეს მეგობრებთან ერთად რაღაც ხიარულ გარემოში და რაღაცი არ არის ხო რაღაცა ეს ვარჯიში და ასე შემდეგ რა ანუ ყველა არის სხვადასხვა მაგრამ ყველა ესეთი რაღაც ადამიანები ცდილობენ რომ რაღაცას რო აღმოაჩენენ თავის თავში რომ სხვა ყველას მოახვიონ რომ თითქოს ყველა არის სტანდარტი რა აი ამაზე რას მეტყოდით კი ბატონო ეხლა ნიკოლოზ ასტროლოგი ხარ და იცი 4 სტიქია ანუ ყველა სტიქიას ყავს თავისი არქეტიპები. ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი. არ შეიძლება წყალმა იცხოვროს ცეცხლის სტიქიის ცხოვრებით. ისე როგორც ცეცხლმა არ შეიძლება ჰაერის სტიქიის ცხოვრებით იცხოვროს. მეწიც. აი მაგალითად შეიძლება ერთი სტიქიის ადამიანები იყვნენ, მაგრამ ჰოროსკოპებში იყოს განსხვავება. მაგალითად ჩარლზ დარვინი და აბრაამ ლინკოლნი დაიბადნენ ერთსა და იმავე წელს, ერთსა და იმავე დღეს. მაგრამ ლინკოლნი ტერორისტმა მოკლა. დარვინმა მოხუცებულობამდე იცოცხლა. მე დავინტერესე რა მოხდა ისეთი. საქმე რაშია რომ ორივეს ლილიტი შავი მთვარე ჰქონდა კუროს ზოდიაქოში. ანუ მათთვის არ შეიძლებოდა კუროს ზოდიაქოს როგორც ვიტყვიან საქმიანობა. კუროს ზოდიაქოს რას განაგებს ვენერა მართავს იურისპრუდენციას, ხელოვნებას. ლინკოლნი იყო იურისტი, ადვოკატი. ამით ლინკოლნმა რახანა ერთში ადვოკატურა უკვე ხელი მოაწერა თავის განაჩენს. დარვინი
იყო ჩვენი ნატურო ფილოსოფოსი, იცოცხლა ღმას იბერემდე. მე ვიფიქრე ნიკოლოზ, მეთქი ხო არ მეჩვენება მეთქი რაღაცას, მოდი მეთქი შევისწავლო ეს თემა. კი ბატონო, კიდე აღმოვაჩინე ორი ადამიანი, უკვე ხელოვნების სფეროში. ეს იყო ედგარ პო და გოგოლი. კი, გენიალური მწერლები არიან ორივე, მაგრამ ორივემ ცუდად დაამთავრა. ედგარ პო ისე გამოთქვა, რომ პახმელიდან ვეღარ გამოიყვანეს და გადაყვა პახმელიას. გოგოლი ბოლოს გაგიჟდა, მკვდარი სულების ბოლო ნაწილი დაწვა და ჩაიკეტა ოთახში და შიმშილით მოიკლა თავი. ანუ დასკვნა ერთია. ვისაც ლილიტი აქვს ყუროში, ერთსადამე წელს, ერთსადამე დღეს რო იყვნენ დაბადებულები, თუ ის აირჩევს პროფესიას, ან ხელოვნებას, ან ადვოკატურას, ცუდად დაამთავრებს. ხო ხედავთ? რა დონის ესე იგი განსხვავებები არსებობს. 100%-იანი მართალი ხარ, არ შეიძლება ჰაერისტიკიამ მაგალითად ცეცხლისტიკიის ცხოვრებით იცხოვროს. ისე როგორც ცეცხლისტიკიამ ჰაერის. ყველას თავისი არქეტიპები ყავს. თავისი ანგელოზები, რა მოკლედ რო ვთქვათ, ფარველობენ. ესაა ნიკოლოზი. კიდე ანუ როგორც ვთქვათ ეს ვთქვათ ვარჯიშის სტილისტიკა იგივენაირად ძალიან დიდი ხანია ანუ ვეძიები კვებას და კვებაც ჩემი აზრით იგივენაირად რა ანუ მაგალითად აი ცეცხლის სტიქიებისთვის ძალიან რთულია რომ იყოს ვთქვათ ვეგეტარიანელი და ხორცი არ ჭამოს რა ანუ სხვა იმპულსი ანუ შეიძლება მაგალითად ლომი იყოს მაგალითად ვირთხის წელიწადში და არ ჭამოს ხორცი ну გახდეს ვეგეტარიანელი იმიტომ რომ თავის სამეგობროს ყველა ეგრე იყო მაგრამ იმის თვალებში უკვე ის კრა აღარ არის და ის ლომურად შეიძლება ვეღარ იცხოვროს. ნუ ჩემი აზრი ესეთია, თქვენ როგორ ფიქრობთ? მართალი ხარ, ნიკოლოზ. ზირითადად მარტო ბევრი რაღაცაა. ანუ საკვები რასაც ჩვენ ჭამთ, ხვდებით ეგ. მაგალითად მე რო ახლა პორტოხალი შევჭამ, ის პორტოხალი გახდება მე, გამიგე. ამიტომ აქ დიდი მნიშვნელობა. ვინ როგორ იკვებება? 100%-იანი. საერთოდ არის ესეთი ასტრომედიცინა. იმხელა თემა თუ მე მაგალითად ასტრომედიცინაში არა ვარ, მაგრამ ნუ ბევრი წიგნი როგორც ასტროლოგს საკითხული მაქვს. იმხელა თემა რომ მათ ცალკე სპეციალისტი უნდა მუშაობდეს. მე მეცაც გეტყვი, ასტრომედიცინა შეიძლება პანაცეა გახდეს რა მხრივ, რომ ერთსა და იგივე პაციენტს ერთი და იგივე მეთოდებით არ უმკურნალონ. ერთი და იგივე დღეს არ ჩაუუტარონ სამკურნალო პროცედურები. ანუ ინდივიდუალურად შეურჩიონ და ჩინური ფილოსოფიის თანახმად ნებისმიერი დაავადების უკან დგას კონკრეტული ემოცია. ანუ კონკრეტული ტემპერამენტი. არსებობს ტემპერამენტის სხვადასხვა სახეობა, ფსიქოლოგიაში წერკვევი ნიკოლოზ და ანუ სანგვინიკი, დაუშვათ ფლეგმატიკი და ასე შემდეგ. ეს თანდაყოლილია. ამას ადამიანი ვერ იცვლის. კონკრეტული ესე იგი ტემპერამენტი უკვე იწვევს განწყობას კონკრეტული დაავადებისადმი. შესაბამისად, კვების პროდუქტიც, დიეტაც, აი მაგალითად კირჩხიბებზე გეტყვი. აი და ქალწულზე გეტყვი. კირჩხიბისთვის ყველაზე კაი დიეტა როგორია? სხვა შორის სიმსუქნისაკენ ორივე საქმე ინჯერკილება. კირჩხიბებისთვის ყველაზე კაი დიეტა არის რა? ჭამო საჭმელი ლოცა მოშივდება. მოშივდა შეჭამა, ცოტა ჩაუხრა შიმშა. დღეს შეიძლება 10 ჯერ ჭამოს. ეგრე კირჩხიბი არ გასუხდება. მაგრამ კირჩხიბი გასუხდება როგორ? დაჯდა ერთხელ შეჭამა მაგრად რომ მე აღარ მოშივდეს, იმაზე მეწით შეჭამა, იწყებს გასუქებას. ქალწულებისთვის ეს დიეტა არ ვარგა. ქალწული რომ გასუქდეს, ესე იგი როცა მოშივდება, ჭამს და სუქდება. ქალწულმა უნდა ჭამოს უკვე კირჩხიბისთვის საწინააღმდეგო და კონკრეტულ საათზე მაგალითად 12 საათზე ლენჩს მიირთმევს და ლანჩი 12 საათს. 12 საათი და 5 წუთი უკვე დაგვიანებულია, გამიგე, უნდა ჭამოს 12-ზე. ესე ქალწული არ გასუქდება. შესაბამისად, ყველა სხვა ზოდიაქოსთვის, ან ჰაერის ნიშნები რო ავიღოთ, მაგალითად მერწყული, სასროლი და ტყუპები. ვინაიდან ინტელექტუალური ნიშანია, მე მეც გეტყვი, ამათთვის ტკბილეულის ჭამა შეიძლება. იმდენი არა რომ გასკდნენ, მაგრამ ტკბილეულის ჭამა შეიძლება. იმიტომ რომ მაგთვის თავარი არის ინტელექტი. მეორე, ჰაერზე ხანგრძლივად ყოფნა. ჭამის წინ თუ სასროლი, ტყუპები ან მერწყული გაისეირნებს იმდენს ვეღარ შეჭამს, გამიგეთ, ის ღემბულობს ენერგიას ჰაერისაგან. ის საკვებიც უკეთესად შეერგება და შეიძლება ითქვას, რომ ჭამის წინ გასეირნება ნიშნებისთვის ეს არის ყველაზე კაი დიეტა. უფორმოდ აღარ გასუხდება რა. ისე რომ კვებას და ჭამთელობას მე დარწმუნებული ვარ ხა ექიმები ამას უარყოფენ, მაგრამ შეიყვანონ კლინიკაში ერთი ასტროლოგი დანიშნონ რაღაცა შტატი, რომ უბრალოდ კითხონ მაინც რაღაცა. განკურნების ხარისხი იმ კლინიკებში გაცილებით გაიზრდება. ამაში დარწმუნებული ვარ ნიკოლოზ.
რომ ადრე თუ ეკითხებოდი თქვა ზოდიაქოს ნიშანს სიტყვაზე ვიძახი და ჩინურს რო ანუ წელიწადი რის წელიწადი რა იმპულსი მოდის რა მაგას ვეკითხებოდი ხოლმე მე ბოლო პერიოდში უკვე თქვა იქ დედმამის ჰოროსკოპს ვეკითხებოდი მე იქ რაღაც უფრო რაც უფრო ღრმად მინდა ხოლმე ჩავეძიო სიტუაციას იმიტომ რომ მე რახან ანუ კონკრეტულად არ ვასტროლოგობ თქვა არ ვანგარიშობ თქვა ანუ ეს კომპიუტერთან და ასე შემდეგ მე უფრო ესე პრაქტიკაში სუპრაქტიკაში მომიწია ყველაფერი აბსოლუტურად მე მივაგენი რომ ამ ნუმეროლოგიაც რო შევისწავლე მაგალითად ეს ძირითადად რო დავუყოთ რომ მაგალითად პირველები რო პირველ რიცხვში დაბადებულები ან 10 ან 10 რიცხვში დაბადებულები ანუ ერთი რომელიც გამოდის რა ნუმეროლოგიით ვთქვათ აი ეს აი აქ დღეს და ეგ რომ უნდა იყოს ლიდერი აი ყოველდღიური ლიდერები ვთქვათ აი რვიანები უფრო ვთქვათ ისეთი დიდი ლიდერები რო არიან ვთქვათ ანუ შეიძლება კარგი ხანი არაფერი არ აკეთოს მაგრამ ერთი თუ აკეთო ვთქვათ გლობალური გააკეთოს აი ცხრიანებს რამხელა ენერგო რესურსი აქვს 12 რიცხვი საერთოდ რო აი რაღაცა რევოლუციონერი რაღაცა სხვანაირი ბუნების არის 21 რიცხვის ადამიანი აი ამ რაღაცეებში მივაგენი იმ დაყოფებს რომელიც აი მაგალითად 11 რიცხვის ადამიანი რო ისე არ გეტყვის რაღაცა თუ უკვე ბევრი ვარიანტი არ აქვს ის შესახებ ნაფიქრი აი 22 რიცხვის ადამიანები როგორ თქვათ სრულიად უცხო თემას როგორ უყურებენ როგორი კუთხით, აი სრულიად შეიძლება უცხო თემა იყოს მისთვის, მაგრამ რაღაცა შეკითხვას რო დასვავ, ხო, გაიაზრებს და აი ეს მსოფლმხედველობას მარტივ ამოხსნას უძებნის. და აი ესეთ რაღაცებს მე რო ჩავეძიე, ხო, მე ამან კიდე სხვა მხარეს გადამიყვანა და ანუ ფაქტობრივად ახლა მთელი ცხოვრება ხო ძიებაა და მაგითი საზრდოობ და აი რასაც მივაგენი უკვე მე მივაგენი ესეთ რაღაცას რომ ფაქტობრივად არაფერი არ იყო, რასაც ღრმად ჩავეძიე და რაღაცა რო არ მუშაობდეს. და მივხვდი რომ ყველაფრის ერთიანობით ვართ ჩვენ თლიანად შემდგარი და არა ცალ-ცალკე. და აი ამ ერთიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის რა და რამზე მინდა ეხლა თქვა შეკითხვათან გადმოვიტანო თქვენსკენ რომ ანუ ამ ერთიანობაზე მე მივაგენი კიდე ესეთ რაღაცას. კი შეიძლება თქვა იქ ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ძალიან ბევრი ეზოთერიკული საკითხებით რაღაცები დაიანგარიშო თქვა რაღაც ძირითადი რაღაც მომენტი, მაგრამ სადაიბადა მენტალურად იმის კულტურამ რა ასწავლა და როგორ ჩამოუყალიბდა გონებაში მისი ფასეულობა კიდე სხვა მხარეს მიყავს და ერთ-ერთი მაგალითს ვიტყვი მაგალითად რო ავიღოთ გოგონა მერწყული ვთქვათ დაბადებული ვთქვათ მაგალითად ცხენის წელიწადში თუ მაგალითად მეგობრები ეყოლება ვთქვათ ვერძი მშვილდოსანი და ტყუპები შეიძლება რაღაცა ყოველდღე რაღაცა კლუბები სიტუაცია სმა რაღაც ნარკოტიკი და ასე შემდეგ რაღაც მაგკუთხი წავიდეს თუ მეგობრები ეყოლება ვთქვათ შეიძლება კირჩხიბი, თევზები, ქალწული და ასე შემდეგ შეიძლება გახდეს ვთქვათ ის იოგისტი და რაღაცა ის სულიერი სამყაროს შემსწავლელი და ასე შემდეგ. აი ამ თემაზე რას მეტყვით, რომ აი ადამიანი შეიძლება ესე კი იყოს, მაგრამ აი ამ ხელაზე დიდად რომ გარდაქმნილად შეიძლება მოგვევლინოს რა, აი რა მაგაზე თუ მეტყვით რამოდენიმე თქვენ მოსაზრება. ხო, მე ხარ ჩვენ ახლა ესე გადავართ ესეთ ეგზისტენციალურ იმაზე, ფილოსოფიაზე, ჟან-პოლ სარტრი და ეხლა რას ნიშნავს? ანუ რა თქმა უნდა. აი მაგალითად ჯონ კენედი, ამერიკის პრეზიდენტი. ლილიტი ჰქონდა ლომის ზოდიაქოში და ჟაკლინ კენედი იყო ლომის ზოდიაქოთი. ეხლა ჟაკლინი რო არ მოეყვანა დაუშვათ კენედის ცოლა, შეიძლება დალაში არც მოეკრათ თავში. აი ეს ასტროლოგიური გაგებით რა. გამიგე? ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გარემოცვას. იმიტომ რომ გარემოცვა იქნება ან ადამიანი მოუტანოს პრობლემები და მცდარ დააყენოს, ან დაუშვათ მოახვედროს წარმატებების სივრცეში. ეინშტეინი, როდესაც ეინშტეინმა პირველი გამოცდა ჩააგდო, ანუ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოეწყო. მაგდროს ჰქონდა იუპიტერების ოპოზიცია, ხა ნებისმიერი ასტროლოგი ეთქვა და აუ, რთული პერიოდი აქვს რაღაცა, მაგრამ აი წარმოიდგინე იუპიტერების ოპოზიციამ რა განაპირობა, იცი? რო ჩაიჭრემ გამოცდილმა ურჩია რომ წადიო 1-2 კლასი კიდე დაამთავრე აქ ახლოს სკოლა არისო შვეიცარიაში აბარებდა ეინშტეინი ახლოს სკოლა არისო იქ დაამთავრე 2 კლასიო და ნუ მე 1 კლასი მე მომავალ წელს ჩააბარეო მოკლედ რა იქ გაიარე ჯერ ბოლო კლასიო ეინშტეინმა იქ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე და რაც თავარია გაიცნო მათემატიკოსი გაგიჯგუფელები იყვნენ რომელმაც ეინშტეინი გამოიყვანა გაჭირვებიდან და საპატენტო ბიუროში მოაწყო. როგორც კი მოეწყო საპატენტო ბიუროში ეინშტეინი ფარდობების თეორია შექმნა მერე. ხო ხედავ როგორ არის ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. მართალი ხარ 100%-ით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოცვას
ადამიანის არჩევანის გაკეთებაში და ადამიანის არჩევანს კიდე თუ კი ეგზისტენციალურ ფილოსოფიის საკითხით მიუდგებით ადამიანის არჩევანი განაპირობებს ადამიანის არსებობას მე რა ხდება და როგორ კი მართალი ხარ აი ზუსტად მაგიტო მე მაქვს რა იცი პრეტენზია მკითხავების მიმართ ეუბნება მაგალითად პუშკინისთვის რო არ მკითხავს რომ დუელში მოკლავდნენ შეიძლება პუშკინი არც მოეკლათ დუელში მან უკვე ჩართო და გეტყვით ჩართო და პუშკინის ბიოგრაფიას თუ წაიკითხავ დუელი როგორ მოხდა ხო იცი მე მაგ სიტუაციაში დანტესი უფრო შემეწოდა და რატო ესე იგი გაუგზავნა ესენი სეკუნდანტები დანტესი რომ გიჟია თავდამანებოს მაგისტროს მე არ დავდეო დანტეს მოსონდა პუშკინის სოლის და გადაიფიქრა პუშკინმა გაიგე მე ორი თვის მე ესე ანუ იმას იყო წერას იყო აყოლინე ორი თვის მე ესე მოუარა რაღაცამ ისევ გაუგზავნა სეკუნდანტები ბოლო დანტესმა მოდიო თავი მოიკლა რა ცალკე არაფერი არ მუშაობს, ან მუშაობს დროებით. ანუ მაგალითად, შეიძლება მე ადამიანი დამხმარები ვარ, როგორც ვთქვათ, ასტროფსიქოლოგი, მაგრამ იმას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ის თავის სულიერ სამყაროზე ვერ ფიქრობს, იმიტომ რომ რაღაცას ტკივა, რაღაც აწუხებს. თქვა დამხმარებული ვარ, თქვა ფიზიკურად ამიხსნია რა, როგორ რაღაცა, თქვა აი რაღაცა თვალების ტკივილი მომიჩნია ადამიანისთვის, რაღაცა კუჭნაწლავის გაწმენდის რაღაცა ჩემებური მეთოდიკები, რაღაცა კვების რაღაცები, ну ერთ სიტყვით, რა მიმართულებაც მიმიცია, ხვდები? მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მაინც ერთად აღებული თუ არ არის, ანუ სულიერი განვითარება, გონებრივი და ფიზიკური განვითარება თუ ერთდროულად არ მოხდა, ანუ ცალკე მუშაობს დროებით. აი ამაზე რას მიტყვით რა, როგორც აი მთლიანი ადამიანი, როგორც აი ერთი მთლიანი სისტემა რა. ან მთლიანი სამყაროს სისტემა. კი ბატონო, ეს განვითარება ერთნაირად უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მაგალითად ფიზიკური განვითარება მარტო ადამიანი დავა ცხოველის დონეზე ბოლო-ბოლო. მარტო ინტელექტუალური განვითარება დაუშვათ ფიზიკურ განვითარებასთან ერთად ადამიანს აქცევს მოწყვეტავს ღმერთს. ამას უნდა დაემატოს სულიერი განვითარებაც. ისე რომ ადამიანს ვისაც აქვს ამბიცია რომ უნდა განვითარდეს სამივე მიმართულებით. თუ კი მარტო სულიერად განვითარდება, მოწყდება მატერიალურ სამყაროს, მაშინ უნდა წავიდეს განდეგილად ცხოვროს გამოქვაბულში და მარტო ღმერთთან კავშირი. ხო. თუ მარტო ინტელექტუალურად განვითარდება, ну ეს იმას ნიშნავს, რომ იმდენი კითხვები გაუჩნდება თავში ადამიანს, რომ შეიძლება გაგიჟდეს. იმიტომ ღმერთის ადგილი მაინც არის. მარტო ინტელექტუალური განვითარება ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს უჩნდება ბევრი კითხვები. რაც უფრო მაღალია ინტელექტი, მით მეტი კითხვები აქვს ადამიანს. საბოლოო ჯამში მივა იქამდე, რომ სად არის ღმერთი. თუ ღმერთის არ ასწამს და მარტო ინტელექტის სწამს, ესეთი ადამიანი დეგრადირდება. ვისთან მიმარტივდება საქმიანობა, ვისთან არა, ვისთან რა საქმიანობა შემიძლია, ვისთან არა. ну მაგალითად ვიღაცათა თქვა კარგი მეგობარია, მაგრამ საქმეში არ უნდა გავიკარო. მაგალითად კარგი ტალანტური ადამიანია თქვა აი ამ საქმეში, მაგრამ აი ამ საქმეში არ უნდა ისაკ. ну აი ესეთი რაღაც კუთხით. და ესე რომ ჩამოვყევი ფაქტიურად ყველაში ანუ არ არსებობს ადამიანი, არ არსებობს ზოდიაქოს ნიშანი თუ რაღაცა, რომ ვერ იპოვო ნაკლი თუ გინდა. და იგივენაირად არ არსებობს ადამიანი თუ გინდა და პლუსი ვერ იპოვო. მე მივხვდი ესეთ რაღაცა ზოგადად, რომ შინაგანად ესეთი ანუ ალბათ ოპტიმისტი ადამიანი რო ვარ ძალიან. როგორ შეიძლება ყველა ადამიანი გიყვარდეს, ყველა ადამიანში კარგს ხედავდეო რაღაც და მე რო ვფიქრდები, ხო, რატო არა, რატო მეთქი თქვენ არ ხართ ესე რა? ანუ კარგი მინდა გავაღვივო, კარგი დავინახოთ და კარგი გავაღვივოთ, თორე ცუდის ნახვა არ არსებობს ხელ ადამიანს რომ მიზეზი ვერ მოუდო რა, რომ მოინდომო. და ესეთ რაღაცას მივაგენი, რაც მინდა რომ აი ქართველებისთვის განსაკუთრებულად რომ ქართველებმა გაითვალისწინონ, ძალიან ბევრი მოსაზრებები ვიდეოები არსებობს ებრაელების შესახებ და ერთ-ერთი რაღაც მომენტი, ანუ აღზრდაში არისო ეს რაღაც მომენტი, რომ ბავშვს ეუბნებიან, რაც კარგი აქვს, რა კარგი თვისებაც აქვს, იმ კარგ თვისებას უღუებენ. და აი ამითი არის, რომ მერე ვთქვათ ისინი ვთქვათ სხვანაირად თავის თავში დარწმუნებულები იზრდებიან და მერე მართლა დიდ რაღაცებს ახდენენო და მაგალითად საქართველოში მე ძალიან ხშირად მინახია, რომ რაღაც ესე არა, ეს ამას არასწორად აკეთებ, ესე არ გააკეთო, ის ანუ რაღაცა და ანუ ან ის არ გამოგდის, ან ვთქვათ ცოტა ცინიზმის რაღაც მომენტი. აი ამ მომენტზე რა სიტყვი, რომ აი საქართველოში რამე თუ ისეთი რავი, აი აღზრდის მომენტში
მინდა რომ უბრალოდ როგორ იცი თქვენგან განსაკუთრებით უბრალოდ ადამიანი ხართ და ძალიან ისეთი ხმის ტემპსაც როქს მნიშვნელობა თქვენი ხმის ტემბრი არის ძალიან დამაჯერებელი. მე მივხვდი ადამიანებს თუ მაინც და მაინც ესე ანუ არ გამოიყურება ან კოსტუმი არ აცვიან, რაღაც ოფიციალური დიპლომი არ აქვს ხოლმე, სიტყვაზე ვიძახ, ხო? ცოტა ნაკლებად გაითვალისწინებენ ხოლმე და თქვენგან ძალიან ისეთი კარგი იქნება რომ ქართველებმა მოისმინონ, აი თქვენ რას შესთავაზებდით, რა, როგორ აღზარდონ მომავალი თაობა. კი ბატონო, გეტყვით, როგორც კონკრეტულ ადამიანს აქვს, როგორც დადებითი თვისებები, ისე უარყოფითი, ისე კონკრეტულ ეროვნებას აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები. ქართველების პრობლემა რაში მდგომარეობს? აი ეს დადებითიც არის უარყოფითიც, მაგრამ ვინ როგორ იყენებს? ამბიციები. მაგალითად, თუ კი ვიღაცამ დაიწყო რაღაცა ბიზნესი და მიაღწია წარმატებებს. უკვე სხვას უჩნდება ამბიცია, რომ მოდი მე უნდა დავიწყო და ეხლა ამას ვაჯობონ. ერთმანეთში მტერს უფრო ხედავენ, ვიდრე მოყარეს. თავარი პრობლემა ეგ არის და ერთმანეთს უფრო ეჯიბრებიან, ვიდრე დავშეთ ვიღაცა გადამთიელს, რომ მე ამას ვაჯობო, ჩემი ამბიციები დავიკმაყოფილო. არ არის კი ამბიციები კარგია, მაგრამ როცა ეს ამბიციები სწორედ არის მიმართული, რატო რომ ზოგიერთი ჩვენი სპორტსმენი გაცილების ჯობია უცხოელ სპორტსმენს. იმიტომ რომ ის ამბიციები სწორ კალაპოტში მოხდა. მაგრამ რატო არო მაგალითად საქართველოს ახლა პოლიტიკაში ცდილობს მოხდე პოლიტიკაში აქაც ამბიციები, მაგრამ მისი საქმე თუ არ არის პოლიტიკა, ანუ ისეთ საქმეში ეტენება, სადაც რომელიც მისი საქმე არ არის და როგორ იცი, რომ აი სხვისი შურს, რომ იმან რატო უნდა მაჯობოს მე. გავაკეთო იმის საქმე. ეგ მეორე. და კიდე ერთი დიდი პრობლემა რაც არის, რომ ზოგჯერ გონიათ, რომ ყველაფერი შეიძლება ადვილად მიაღწიო. ეგრე არ არის. უნდა დაიხარჯოს შრომა, უნდა დაიხარჯოს ენერგია. ანუ სამყაროში შენ თუ ხარჯავ ენერგიას, ეს ენერგია გარდაიქმნება ან ფულად ან რაღაც წარმატებებად, როგორც მინდა. ხო, რომ რაღაცის ცირკულაცია მოხდეს, კი. ხო, მაგრამ აქ ეგრე არ უნდათ. აი ხა მე მაგალითად ლექციების კითხვაც მიწევს და ეხა სტუდენტებს რო უყურებ. ადვილად უნდათ, გამიგეთ? ანუ მოხმარებელთა საზოგადოება ყალიბდება, ეს არის კატასტროფა სახელმწიფოსათვის. კატასტროფა, როცა ადამიანი არის მომხმარებელი, მაგრამ არ არის შემომქმედი. არ აქვს იმის სურვილი, რომ მოდი ვიშრომო და მივახწიო ამას შრომით. უნდა ადვილად. ეს არის პრობლემა კიდე. თორე დადები ხარ გადავარ დადებით თვისებებზე. ანუ ქართველების ამბიციები რითია კარგი, იცი, რომ აი ამ ამბიციებს თუ ერგება შრომა, გამოდის გენიოსი. იმხელა დიდი ამბიცია აქვს, თუ სათანადოდ იშრომებს ქართველი, ვერავინ ვერ აჯობებს დედამიწაზე. აი ეს არის ძალიან დიდი და თუ მაგალითად ეხლა ახალგაზრდა თაობას ჩაუდებენ რომ კი ამბიცია გაქვს და მოდი იშრომე და შენ ეს გამოგივა ჩათვალე რომ ის ახალგაზრდა ქვეყანასაც გამოადგება და სადაც წავა იქ თავს ქართველობას დაამტკიცებს ყოველთვის. აი ეს არის პრობლემა რა, ეს შუა კომპონენტი ამოვარდნილი, შრომის კომპონენტი. ანუ შრომობენ მუშები და რაღაცა არ ვიცი რა, გოიმები და ბაგარმა ტიპმა ადვილად უნდა მიიღოს ყველაფერი. ეგრე არ არის. ეგ არის ასე რომ პოზიტიურად დავემშვიდობოთ მაშინ ხალხსაც ერთ სიტყვით და ქართველებმა ამბიციებს მივამატოთ შრომა და ავიყვანოთ სოფლიოს. კი და ვეძებოთ ერთმანეთში კარგი რა და ეს კარგი რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. ერიკით თქვენ მადლობთ.